როგორ არის დაცული ქვეყანაში რელიგიის თავისუფლება და რამდგომარეობა ამ მხრივ აჭარაში თემაზე დღეს სახალხო დამცველის აჭარის ოფისში ისაუბრეს. სახალხო დამცველის აპარატთან არსებულ ტოლერანტობის ცენტრში აჭარაში მუსლიმი მრევლის მოღვაწეობისა და მეჩეთის მშენებლობის საკითხისადმი ადგილობრივი მოსახლეობის დამოკიდებულების გარკვევას შეეცადნენ. როგორც შეხვედრის ორგანიზატორები ირწმუნებიან, ორდღიანი მუშაობის შემდეგ ისინი სპეციალურ რეკომენდაციას მომზადებენ, რომელსაც შესაბამის სამთავრობო უწყებებს მიაწოდებენ. ადგილობრივთა აზრის კვლევაში რელიგიათა საბჭოს 6 კაციანი ანალიტიკური ჯგუფიცაა ჩართული. მათ რეგიონში არსებული სურათის შესაქმნელად დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაეხმარნენ, ხოლო კი მსგავს შეხვედრას უშუალოდ მოსახლეობასთან გამართავენ. სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი 2005 წლიდან მოქმედებს და მასში 24 კონფესიის ადამიანია გაწევრიანებული. დღევანდელ დღეს ჩვენი ჯგუფის და საკვლევი საკითხი და წავე საკითხი არის მუსლიმთა თემის პრობლემა საქართველოში და შესაბამისად ამის გასარკვევად ვართ ჩამოსულები მოსახლეობის საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შევხვდებით და გვაინტერესებს განწყობების გაზომვა. მათ აინტერესებთ ასევე რამდენად ხშირი რელიგიური კონფლიქტები არსებობს თუ არა კონფლიქტების საერთო დამმართულებით და ბუნებრივია ამ საკითხებს შეეხო მუშაობა. აქ გაჟღერდა მეჩეთის ასე ვთქვათ აშენებასთან დაკავშირებით საზოგადოების სხვადასხვა აზრი. ჩვენ მივაწოდოთ ინფორმაცია ამ კუთხით რა ხდებოდა და უახლოეს ასე ვთქვათ წარსულში ჩვენს რეგიონში რა მდგომარეობაა დღეს. ერთი მხრივ რომ პრობლემა არის ზოგადად მუსლიმური თემის უფლებების დაცვა საქართველოში, მთელი საქართველოს მასშტაბით ნიგვზიანი სამთაწყარო წინწყარო მანამდე ციხისძირის ეპიზოდი და მეორე მხრივ ვითარება, რომელიც კონკრეტულად აჭარას ეხება და რომელიც უკავშირდება მეჩეთის მშენებლობაზე. ხვდებით არასამთავრობო ორგანიზაციებს, ხვდებით სტუდენტებს, ხვდებით სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს, რელიგიურ თემებს და რელიგიათა საბჭო ამას დაკავშირებით მომზადებს თავის ანგარიშს და შესაბამის რეკომენდაციებს.